და ეს იმპორტირებული იყო. ეს ხარისხი არის ისეთი შესაძლებელი. რეალიზება მე ძირითადად დისტრიბუცია. ეხლა დანადგარები ჩამოდის უკვე ჩუქურთმიანი ისინი. საქართველოს მაინც პატარა ინტერნეტი. დისტრიბუცია კახეთში. თურქეთში არის ფილიალია თუ? გადავწყვეტ ყოველდღიურად. კოშკით კეთდება უკვე ამით არა? საშუალო მცირე ბიზნესის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის განვითარებისათვის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ეს არის უდაო და რა არის ამისათვის საჭირო? რომ კიდევ უფრო განვითარდეს სწორი საკანონმდებლო ბაზა, სწორი კანონები და ნაციონალური მოძრაობა მუშაობს მთელი რიგი კანონ პროექტებზე, რომელიც ეკონომიკური ხასიათისაა და ჩვენ არ გვინდა რომ კანონები დავწეროთ განყენებულად და სწორედ აი ამას ემსახურება დღეს ჩვენი ვიზიტი, რომ ყველა მაქსიმალურად ყველა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მოსაზრება იყოს გათვალისწინებული კანონ პროექტებში, რათა აი ამ ადამიანებმა იციან ყველაზე კარგად, მათ შორის კანონმდებლებზე კარგად, თუ რა სჭირდება დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს. აი სწორედ აი ასეთ ბიზნესს უნდა ხელშეწყობა. აქეთკენ არის მიმართული ჩვენი საგადასახადო ინიციატივები. ერთი შეხედვით პატარაა, მაგრამ ფაქტობრივად მან განდევნა საქართველოსთან თურქული იმპორტი. და იმპორტი ჩანაცვლება ნიშნავს, რომ არ გადის ვალუტა უცხოეთში და ლარის გამყარებასაც უწყობს ხელს. ჩვენ წარმოებაში მინიმუმ 10 კაცი მუშაობს და თუ სახელმწიფოსგან იქნება ხელშეწყობა, უფრო მეტ ხალხს დავასაქმებთ ჩვენს წარმოებაში და უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის.